გადავინაცვლოთ მოდით უკრაინის საკითხისკენ ლონდონში დასრულდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის პირველმა პირებმა შეხვედრა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს. შესაბამისად, ამ მომენტისთვის ჩვენ არ ვიცით, რა კონკრეტული საკითხები განიხილეს მათ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პუნქტებიდან და რაზე ჩამოყალიბდნენ. როგორც იცით, ფლორიდაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებთან უკრაინელების მიერ გამართული სამდღიანი რაუნდის შემდეგ ზელენსკიმ გაიმეორა პოზიცია, რომ საკვანძო საკითხზე, დონბასზე კომპრომისი არ იქნა მიღწეული, რაზეც ტრამპმა თქვა, რომ ამით იმედგაცრუებულია. ევროპის ლიდერები არ მალავენ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივაში არსებული პუნქტების მიმართ სკეპტიციზმს. ეს ღიად თქვა გერმანიის კანცლერმა მერცმა. საფრანგეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ხელთ უკრაინის მხარდაჭერთა კოალიციის ბევრი კარგი კარტი აქვს უკრაინას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონში შეკრებილებს ამ შესაძლებლობების გამოყენებაზეც უნდა ეზრუნათ. უკრაინის ლიდერს სტარმერის, მერცისა და მაკრონის სრული მხარდაჭერა აქვს. ბოლო ინფორმაციით დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. გიორგი კიკაბიძე გვიერთდება. საფრანგეთის, გერმანისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და პირდაპირ თქვეს, რომ დღეს კიევისთვის კრიტიკული დროა, რადგან ის ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხზე. ლიდერებმა განიხილეს უკრაინის სამშვიდობო გეგმის უახლესი ვერსია, ასევე იმსჯელეს გაყინულ რუსულ აქტივებზეც. მანამდე ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერებმა მოუწოდეს ევროკავშირს, რაც შეიძლება მალე იმოქმედოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით. პარტნიორები განაგრძობენ ძალისხმევასაც უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, რათა ხელი შეუწყონ რუსეთის მხრიდან შემდგომი თავდასხმების შეჩერებას. მაკრონმა და მერცმა დაუნინგ სტრიტი ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ დატოვეს. უკრაინისა და ბრიტანეთის ლიდერებმა კი შეხვედრა პირისპირ ფორმატში განაგრძეს. ცნობილია, რომ ზელენსკი ლონდონიდან ბრიუსელში გაფრინდება, სადაც ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ. ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობა მნიშვნელოვანია. ფიქრობ, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ზოგიერთი რამ, რისი მართვაც ამერიკელების გარეშე არ შეგვიძლია. ისეთი რამ, რისი მართვაც ევროპის გარეშე არ შეგვიძლია. ამიტომაც უნდა მივიღოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თუ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, ეს სამართლიანი და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთხელ გამოვთქვათ პრინციპი, რომ უკრაინის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები უკრაინისთვის ჩვენ აქვთ გავართ, რათა მხარი დაგიჭიროთ კონფლიქტში და მოლაპარაკებებში. სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარის დოკუმენტებში ვიხილეთ, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. სწორედ ამიტომ ვართ აქ. შესაძლოა ეს ყველა ჩვენგანისთვის გადამწყვეტი დრო იყოს, ამიტომ ვცდილობთ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. უკრაინის ბედი ევროპის ბედს წარმოადგენს. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ უკრაინას და ყველანი ვუჭერთ მხარს მშვიდობას. მთავარი საკითხი აშშ-ს, ევროპისა და უკრაინის პოზიციებს შორის თანხვედრის პოვნაა, რათა დასრულდეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში. რუსეთის ეკონომიკა უკვე ზარალს განიცდის. ეს განსაკუთრებით ბოლო სანქციების შემდეგ ხდება. ჩვენ ხელთ ძალიან ბევრი კარტი გვაქვს. ფაქტია, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას სწევენ ამ ომში. რუსეთის ეკონომიკა ზიანდება განსაკუთრებით ჩვენი და ბოლოდროინდელი ამერიკული სანქციებისგან. აი ამ პროცესებში ისევ ყურადღება მიიქცია დონალდ ტრამპის კიდევ ერთმა ხმაურიანმა კომენტარმა ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების მორიგი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის წინადადებები ჯერ არ წაუკითხავს, რითაც ცოტა იმედგაცრუებულიცაა. ტრამპის თქმით, წინადადებები უკრაინელ ხალხს მოსწონს, ზელენსკის არა, რუსეთისთვის კი მისაღებია. გუშინ უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კი თქვა, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. კიტკელოგის თქმით, შეთანხმების დასრულება ორი მთავარი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ეს არის დონბასის ტერიტორია, ხოლო მეორე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალია, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ჩვენ საუბრები გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინელ ლიდერებთან. მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. მის ხალხს მოსწონს ეს, მაგრამ მას არა. რუსეთისთვის კი ეს წინადადება მისაღებია.
სამშვიდობო მოლაპარაკებების გარდა ცენტრალური თემა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაც. დოკუმენტში შეერთებული შტატების საკვანძო ინტერესებად მოხსენიებულია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის შეერაღებული დაპირისპირების რისკის შემცირება და რუსეთთან ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს პოლიტიკაში არა ისახება დიდწილად მათი მთავრობის მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთქმის გამო. კრემლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მრავალი თვალსაზრისით ემთხვევა რუსეთის ხედვას. ოკუპანტ ქვეყანაში იმედი გამოთქვეს, რომ ეს ცვლილება შეიძლება გახდეს საფუძველი ვაშინგტონთან ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის, მათ შორის უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კუთხითაც. რაც შეეხება ამ თემაზე ევროკავშირის პოზიციას, ანტონიო კოშტა ამერიკის მხრიდან ევროპის პოლიტიკაში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას დაუშვებლად მიიჩნევს. ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ჩაანაცვლებს ევროპელი მოქალაქეების არჩევანს, რომელი პარტია ამისთვის კარგი ან ცუდი განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. მადლობა გიორგი კიკაბიძეს, რომელმაც გაგვაცნო უახლესი ამბები უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.